აბა ვის გახსოვთ PS Vita, PSP, Nintendo, ან თუნდაც Game Boy. პორტატული კონსოლები, რომლებსაც ნებისმიერი ადგილიდან სხვა სამყაროში გადაყავდით და ვინი ფიქრებდა, რომ ახლა ყველაზე მოთხოვნადი თამაშების ჩატევა ასეთ პატარა კონსოლში იქნებოდა შესაძლებელი. Lenovo-ს ბრენდი ცნობილია თავისი ლეპტოპებით, ტაბებითა თუ კომპიუტერის აქსესუარებით, თუმცა დღეს მე წარმოგიდგენთ მას სულ სხვა კონსოლების კატეგორიაში. Lenovo-ს იდეა მარტივია. წარმოიდგინეთ მოწყობილობა, რომელსაც წაიღებ ყველგან, კაფეში, სამოგზაუროდ, მეგობართან გასართობად და მაინც მიიღებ იგივე გამოცდილებას, როგორცაც იღებ პერსონალურ კომპიუტერს. Legion Go-ზე შეგიძლია გაუშვათ თამაშები, რომლის გაშვებაც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო პორტატულ მოწყობილობაზე. AAA კლასის თამაშები მაღალი გრაფიკით და სტაბილური frame rate-ით. გარდა ამისა, Lenovo-მ აქცენტი გააკეთა არა მხოლოდ სიმძლავრეზე, არამედ კომფორტზეც. უფრო მსუბუქი დიზაინი, ელემენტი, რომელიც დიდხანს ძლებს და ეკრანი, რომელიც ისეთ ხარისხს გაძლევს, რომ უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ხელშია და არა მონიტორზე. ბაზარზე არსებულ სხვა კონსოლებისგან განსხვავებით, გვხვდება 8-ინჩიანი ეკრანი 1200p რეზოლუციით და 500 ნიტამდე სიკაშკაშით. წარმოდგენილი გვაქვს Windows 11 ვერსია და AMD Ryzen Z2 Go პროცესორი. PC Mark-ის ბენჩმარკებში 4-ზე მეტ საათს იღებს ელემენტის დატესტვისას. მას აქვს touchpad, რეგულირებადი ტრიგერები და კონფიგურირებადი უკანა ღილაკები. 2 Type-C პორტი და microSD ბარათის სლოტიც. ოპერატიული მეხსიერება 32 გიგაბაიტია, ხოლო სიჩქარე 6500 MHz. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, ეს გახავთ 1 ტერაბაიტი. თამაშებში, როგორც არის Total War Warhammer 3, Ultra Setting-ებზე და 1080 სპიდზე, აქვს 22 კადრი წამში, ხოლო Cyberpunk 2077-ის თამაშისას საშუალო პრესეტების გრაფიკაზე და FSR Performance რეჟიმზე 51 კადრი წამში არის საშუალო. Lenovo Legion Go S არის თანამედროვე პორტატული კონსოლი, რომელიც წარსულში ნაცნობ მოწყობილობებს გაგახსენებს, მაგრამ შემოგთავაზებს სრულიად სხვა საფეხურს. ის საშუალებას გაძლევს AAA თამაშები ითამაშოთ, თანაც კომფორტული დიზაინით და ეკრანით. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, დამატებითი ინფორმაციისთვის და ფასებისთვის ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გმულს. მეკიდრებით დაგემშვიდობებით.